გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით ჩემო ღირსეულო საზოგადოებაო. ეს გახლავთ 98.5 არის ჯაპანას პაპანაკება, თავისუფალ სივრცე, რადიო სივრცე 98.5, გაზაფხულის ქუჩიდან მოგესალმებით, ისევ და ისევ, როგორც წინა ხუთშაბათს, ისევე ამ ხუთშაბათს და დღეს მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ის პატივისცემ, რატომ ეხლა ნიჭიერი ხალხი მიყვარს საერთოდ, რა ვქნა, რა დავაშავე, თუ რამე დავაშავე, მითხარით ეგეც დამძრახეთ ბატონო, მაგრამ უნიჭიერესი ადამიანია ეს კაცი და რაც თავარია რა არიცი? ჩემთვის საინტერესო ის არის ყოველთვის ადამიანი, რომ ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს. და ეს ადამიანი სულ მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ ძიებაშია. ძიება და ეძებს და აი იმიტომაც არის ძალიან მაგარი. ეს გახლავთ ჩემო ბატონო ჩვენი პიანომენი, გიგი პიანომენი, ამას ენაცვლოთ ჩემი თავი, რომელსაც აი მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე როგორც პიროვნებას, ამასაც ძალიან დიდ მნიშვნელობა მოგეხსენებათ ბატონებო, რომ პიროვნებაც უნდა იყოს ისეთი, რომ რაღაც შეიძლება მგელი იყო, უკრავდე, ყველაფერს აკეთებდი, მაგრამ რაღაც ადამიანობას კიდე აქ არა, მე მგონი რაღაცა ფასი ამ სამყაროში. გამარჯობა გიგი. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის ჩემო ბატონო. დიდი პატივია ჩემი მოსვლა ჩემთან შემოკარგო რა. მადლობა. და დავიწყოთ როგორც ვიწყებთ ხოლმე, როგორც დაიწყო შენი ცხოვრება. მე მინდა რომ შენთან დაკავშირებით ბევრი რამეები იყავი ჩემთან სტუმრად ერთ გადაცემაში იქით. მოდი და იმღერეში რაღაცა, მაგრამ ახლა აქ მაინც ესეც არ ყოფნის 50 წუთი მართალი გითხრა რა, თან შეზღუდულები ვართ, იმიტომ რომ ინფორმაცია შემოდის და ვერც ვაჭარბებთ, ვერც ვაწილებთ, 50 წუთი უნდა მოვჩეთ. ამიტომ რაც შეიძლება მეც დაგალაპარაკებ მე შენ და უამრავი კითხვა მაქვს შენთან. ბავშვობიდან მაინტერესებს, იმიტომ რომ მე შენს დიშულს ვიცნობ და წარმომიდგენია რომ ეგეთი ტიპი იყავი, ალბათ შენ თქო რა ვფიქრობ რა ეხლა რა უნიჭიერესი დიშვილი ყავს. ეგეთი არ გენახოთ. ჯერ როგორც მუსიკალური სმენით მე არ გითხრათ ეხლა იყო ჩემთან სტუმრად თუ ვინმე ნახეთ, ეს არის საოცარი ბავშვი რა ეხლა ამასთან დაკავშირებით ბევრს ვილაპარაკებთ, ამიტომ ძალიან ბევრი დრო წავა და რაღაც ეგეთი წარმომიდგენია. ბავშვობაც გავიხსენე მუსიკასთან ერთად იყო ფეხბურთი და ეზო. აი ეგ მაინტერესებს, რა ვარი ფეხბურთი იყო გუშინძი ვიდეო. სერიოზული. აუ ჩემი, მე ვთქვი რომ მიწისძვრა იყო მეთქი, ფეხბურთი კი არა. ფეხბურთი არის. აუ ფეხბურთი არის მართლა ეგ რა, მაგისთვის არის რომ აი ესე კრაუს პლანეტას და გიდე. აბა ჩემი, მაგაზე ბავშვობა იყო, ხო, აი მუსიკა დადიოდი ფეხბურთზე? ფეხბურთზე ვაფრენდი მართლა. ხო. იმიტომ რომ აი ის მონაკვეთი მახსოვს სახში დეიდა რომ იჯდა და იქ რომ რაღაც ხმა ისმოდა სტადიონში. მეც ესე ვიყავი, ჩემს საწყობები. ეს ეხა აი მარტო ნიკუშა რო ახსენე ეხა, სულ რო ეზარება. ხო. არ მინდა არა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა. ეზარება კი არა, აი მე ვთქვი ეს დაიწოვას ეს ინსტრუმენტი დადნეს ან დეიდა მე რა მახსოვს იცი ვინმე დაწვას ან მოიპაროს ეზოში რო ვიყავით ვიცოდი რომ ის გამოვიდა რა დეიდას ვაკიდან და ეხლა სანამდე მოვაკიდე ის მაგ რა ის ნახევარი საათი ეზოსი რა და ერთხელ ბიჭი მეუბნება ჩემი მეგობარი რომ ბიჭო მოდი იდეა მაქვს რა ზამთარი იყო მახსოვს ეს ზიგ დგავართ ეზოში და წყალი დავასხათო შემოსასვლელში მოყინული ხო არისო და წაიქცევაო რა და მოტყდესო რა არა აი წარმოიდგინე რა დონეზე უნდა დონეზე არ გიდოდა ფორტეპიანო ახვიდე მაგრამ აი ეგ იყო რა რომ მე უცბად რომ გამოგდის ტაში რაღაცა მე უცბად რაღაცა და ახლა იქამდე ტაშამდე ხო უნდა მიხვიდე აბა ეგრევე ხوار დაგიკრავე ტაში ხლა პაკადინის ურთხამდა ბიჭო მამამისი ურთხამდა მათრახიცებდა ამდენი წელი რომ დაეკრა იმაზე ვიოლინოზე მე ის სპირტები რო იყო ცეცხლი რო ეკიდებოდა დავდებ მეთქი რო პიანინოს ქვეშ გაუკიდებ და წავალ ეზოში და ეს ხო დაიწובה ეს შენთვის ვიგ უნდა და ეს უნდა ეს უნდა და ეგრე გავატარე 3-4 წელი მე აი არ ვიცი მე ძალიან იმოქმედა მახსოვს დაჯილდოება ოსკარები თუ რაღაც იყო არ მახსოვს ძალიან პატარა ვარ რა და ერთ-ერთ კინო ეთყობა იყო პიანისტზე იყო და იმ პიანი ვინც ასრულებს ჯეფრი რაში ასრულებდა მგონი მსახიობი იმან დაუკრა რაღაც მაშკოვსკის პიესაა და მე ესე ტელევიზორს უყურებ პატარა ვარ ბიჭო და აქეთ უყურებ დენირო ვიღაცა აქეთ მელ გიბსონი ვიღაც ზიან და აუ ეს ჩემთვის ფიქრო აი ზუსტად მახსოვს ეგ ფიქრები რა შენ ხვდები მეთქი ეს რა პროფესია რო აი ეს ჩემი ეს პოპულარნი ხალხი რომელზეც მე ბავშვობიდან უყურებ ესე უსმენენ აუ ესე იგი რაღაც ძალიან მაგარია მეთქი ეს პიანისტი აღარ დად გადაწყვეტე რომ აღარ დად არა შენთვის ვიგო ეს სერიოზული
ხომ არა მე კიდე რა მიმოქმედა ფეხბურთზე რო წავედი ავაზაზე მახსოვს იყო აი საშინელი ამინდი რა და ბიჭო ამათ უყურებ იარე კიდევაც არა სერიოზულად თამაშობდი ამოდიოდნენ ჩემთან ამოდიოდნენ მეზობლის ბიჭების მამები და დეეჩემს ეუნებოდნენ რომ გეხვეწები რა მარიკ გამოუშვი რა ტრენერს უნდა ვაჩვენოთ და რაღაცა ამიყვანეს იმაზე და რომ შევედი ავაზაზე ძალიან ცუდი ამინდია ეს რაღაც სველი ყველაფერი და ეს ბავშვები ერთმანეთს ურტყავენ ფეხებში ვიღაცა შემომივარდა აქ ბურთზე აუ და ჩემთვის ვფიქრობ არა აუ ეს არ შემილია რა აი ზუსტად მახსოვს ეგ ფიქრები რომ არ ისევ ისჯობია რა რა საკში აუკრავ რა რა საკში ხარ აი ალბათ 8 9 აი არადა ვაფრენდი რა ეზოში ჩემპიონ მედლები თასები ელი ასე უფრო დიდ არ გაგიგზელებია 10 წლის მერე არა მე რაკენი ფორტეპიანოზე დავუჯე ფორტეპიანოზე ნუ უკვე დავდიოდი 7 წლიდან მიმიყვანა ესე იგი რა კაი უხდიათ ფეხებში მოგარტყეს ხედავ მე ვთქვი არა ეხა ამამინჩი და კიდე ვიღაცა მაგერ შემომისტრიალდეს პატკატით თავი დამანებეთ მეთქი ისევ დაუკრავ რა ახსოვს ბაბუაჩემი იყო სახში არ წვიმს არა დაუკრავ რა ხო და მარა 3 საათი 2 რას და ჩემთვის ფიქრებში ვარ აი ესე გავატარე 5-6 წელი თან ვაფრენდი თან რაღაცა და აი 12-13 წლამდე აი იმაში ვიყავი რა რო აი და სად ეხა მე რა ნიჭი 1 წელი ჩავაბარე ხო ნიჭი 1 წელი 7 წლისთან დედამ წამიყვანო ჩვეულებად გავიარე მაგრამ აი ეს მეცადინეობა და დაჯდომა და ის გამორიცხული იყო რა და როდის მივხვდი რომ მივხვდი ხო ეგ აი ზუსტად ერთ დღეში შეიცვალა მართლა რა ერთხელ მირეკავს დეიდა და მეუნება რომ ეხა მედოლე გინდოდა გამოსული მედოლე აი წითელი დოლი მქონდა არც დრამერი არაფერი აი დოლი რა სოფიშვილის თემა იყო რა კლარნეტი რა მე და დილისა ვაფრენდი სამე რესტორანში შეუვერა მედოლე და ერთხელაც აი 12 წლის ვიყავი თუ 13-ის მითხეს რომ ეხა ის დრო მოდისო რომ სხვა გზა არ გაქვს რა ან ჯდები მეცადინეობ ან არ გამოვა რა ეს პიანიზმი რა სხვანაირად და მე ვთქვი კაი და რამდენი არის ეს სამეცადინო და ერთი 5-6 საათიო და აი ეხა რა უნდა გეთქვა იცი რა 5-6 და მახსოვს მარჯანიშვილზე გიზი ამირეჯიბის ცოლმა უნდა მომისმინოს რა რომ ამიყვანოს აი მე ვთქვი ჩემთვის ფიქრობ ეხა რა მინდა რა 6 საათი წავედი და იქ რომ მომისმინა და უცბად კარი რო გაეღო და გიზი შემოვიდა გიზი მაშინ ჩემთვის აუ ყველას რას მეუნე აი არიცი რა ეფექტი იყო და კაცმა თქვა რომ ავი ასაყვანიაო რა ეს ტიპი რა ხო და ეგ რამდენი წლის ახარ 12-ის ალბათ 13-ის ხდებოდი და ამ დროს მეუნება სოლი რომ აგიყვანო თუ ერთ კვირაში მომიტან შოპენის პიესას კერძო რა და ჩემთვის ეგ როგორ რაღაცა ერთ კვირაში აი ძველი მეთოდით იყო ჩემი ეს 2 თვის საქმე და 3-ით და ეს მეუნება ერთ კვირაშიო მე ვთქვი ეს რას მეუნება ერთ კვირაში აქ როგორ უნდა მოვიდე ამით ანუ რამდენი უნდა ვიმეცადინო რა და აი ეგ იყო მახსოვს სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი სახლამდე და ფიქრობდი ან ეხა მას იზავ ან არაფერი არ გამოვა და მახსოვს მეორე დღეს არ ვიცი საცხოვრობდი რა უბანში ცხოვრობდი მაშინ დეიდამ გადამიყვანა ეზოდან მომაცილა რა ეზოში მეძებდნენ ეზოდან წავედი იმიტომ რომ ან ესე რა ხო და მახსოვს აი მეორე დღე რო გათენდა რომ აი გიზისთვის მომემზადო რომ დავჯექი 5-იც უკრავდი და 9-ც და ხო შოკში კაი შეიცვალა რა და მიიტან ერთ კვირაში ეს კი კაცო 6 დღეში ვიყავ გამზადებული ჩემი არა მე ეხა კიდე იმას ვერ აღვიქვავ რა თემაზე ლაპარაკობ ჩემთვის რა იყო 6 დღეში მაგის ხო გასაგებია მესმის მე დირიჟორიშვილი ვარ დაახლოებით ხვდები რომ მივედი მან მივხვდი რომ ნუ შეგილია რა ეგ საქმე რა და რახან სცენეს გააკეთე ესე იგი შენია რა ნუ იმას არ გულისხმობ რაღაც შიდა გრძნობები და რომ გიყვარს მაგრამ აი ეს ამ რაღაც თელი სხეულის და გონების ჩადება აი ციხია რა სუვიძახთი ზიხა რა 1-5 წელი გავატარე იმაში და რას უსმენდი ყველაფერს აი ბავშვობაში რა მუსიკას უსმენდი აი ვაფრენდი ოსკარ პიტერსონი ნატ კინგ-კოლი იმას პატარა ბავშვობაში სუბად აი სუ ერთად ხდებოდა ეს ყველაფერი რა აი იმიტომაც ეხა მე რო გავიაზრე
ხა კლასიკური პიანისტი ვარ, ხო? ვიყავი და გიზი და მე კურსანტია და ბოსტონში და მაგრამ აი ეს შინაგანი რაღაც იმპროვიზაცია და რაღაც სხვა მხარე ჟანრობრივად. ეგ სულ ხუნდა, სულ ხონდა. მაინც გადაწონა და რაღაც გადაწონა არა, ეხა აი რაღაცა იმის ცოდნა ამას დაეხმარა ესე და რაღაცა სხვაგან გადავიდა, რომ შენ შეგიძლია მართო შენი და მე როგორც ვიცი გიზისთან განსაკუთრებული ურთიერთობა არა, არა, საოცარი კაც. გიზი აი მართლა ისეთი ამბობდა, რომ აი ძალიან მაღალ დონეზე გავა და დამიჯერე და რაღაც და აგი რა ახალგაზრდაა ფოტოზე რა. ხო. ხო და მაგასვამ აი მაგან მე აი ბოსტონში სწავლის დროს რაღაც აი ჩემი შინაგანი რაღაც მოთხოვნილება იყო ეთყობა რომ უფრო ჩემი ჩამედო ვიდრე სიტყვაზე შოპენის დაწერილი მეკრა რა. არის გენიალური და ფანტასტიკაა კლასიკური პიანიზმი, მაგრამ აი რაღაც ნაზავი ეთყობა შემოიტანა მე და ნუ იმპროვიზაციის ხო რაღაცა სულ ეძებს შენ. ხო, შევცვალე და მე ესე დავიწყე მე ბოლო ესე 10 წელია. და სანამ ბავშვობას მოვშორდებით და მაღლა ვართ. ქალბატონი ირიდა ჩხარტიშვილი არის დეიდამ რა როლი რომელიც არა ძალიან დიდი როლი. მუს ლიტერატურა. მე ხა ნამდვილად ვამბობ რომ ფაქტიურად 0 იქნებოდა შანსი რომ მე ყოფილიყავი პიანისტი რა. დედა რა იყო წვალობდა, ხო იცი აი რომ გიulis, მაგრამ მუსიკოსი არისო? არის მუსიკოსი. მაინც ისეთი. არავინ არისო? არც მამა, არც ბაბა. არა, მამა უკრავდა ისეთ სმენით. არა. ესეთი არა. მხოლოდ დედა არ უკრავდა ესე შეიძლება. არა, ესეთი მუსიკალური რო კი ბაბუის მხარე, მამის მხარე, გიტარა, თამა რაღაც სუპრა და ჩვეულებრივ თბილისური ამბები კი, მაგრამ ესე აი მუსიკოსების ოჯახი და რა ეს თემა არის. ეს დეიდამ გააკეთა. დეიდა, ამიტომ აი მართლა ზუსტად ვიცი რომ არ იქნება. დეიდაშვილები არა ხო? კი, კაცო, როგორ? იმათ არავინ მუსიკალური არა ხო? დაუცნაურია. არავინ არ უკრავს რამე არ საერთოდ არა ისე. წამიყვანა აწელი. ისე რა საყურებლად არავინ არა. საყურებლადაც არა? აი კაცო რა უცნაურია. მოკლედ ძალიან დიდი რამე გააკეთა და მე უკვე ეგ მოგდგამთ ეხა შენ დიშვილს ახალაგერი ხო ეთყობა ამ ნიკუშაზენაც ჩემგან რაღაცა დაინახა და მუღამი გაუჩნდა რა იმიტომ რომ აფრენს აი ესეთი ტიპია ისი უნდა რომ იყოს თან ემოციური ბავშვია ხო და ამიტომ აი როგორ არის ეგ ისეთი ასაკია უნდა რომ აი ეს მოწონს რა სადღაც შედის და ოტაში და იცნობს შემადეიდამას დიშვილს აავლო ხელი შენ დიშვილზე გაგწავლებ რა ვიცი ერთმანქნა ბაგალი იქნება აგენ ნახავდა ეხა აი ბავშვი საერთოდ პროტესტი ამაზე ვილაპარაკეთ ეხა რა პროტესტი ეხა პრინციპში არ გვიდა ამაზე რა ვილაპარაკოთ ეხა ქონდა პროტესტი ისე კარგად მოყევი ეხა რო ყველაფერი გასაგები იყო რა დავწვავდიო ისეთ ხასიათზე ვიყავი ხანდახან ავიმასობა მაგრამ ეხა ბავშვებს ვახე გაუკეთოთ ისე აი ადამიანმა როგორ მიხვდა სად იყო თქვენ ეხა არ დაწვათ ფორტეპიანო და მიუსხედით ვისაც არ გეგონოთ რომ ჩვენ ახლა მაგას არა ძალიან რთულია ძალიან რთულია ამიტომ ეხაც რო ეჩხუბებიან ბავშვებს მე მესმის რა რამხელა ძალიან რთული იქ რაღაცა მომენტი ნუ არიან ეხა 100-დან 1 არის რო ეხა 6 წლიდან სხვაგან არის სხვა სამყარო მაგრამ არის ეხა ფეხბურთი გაინტერესებს იქ მოტო გაინტერესებს ველოსიპედი ისე სურვა რაღაცა და მუსიკა კი როდი ხომე რომ მეცედინებდნენ და გარე ბურთის ხმა რომ ესმოდა ცრემლი მომდიოდა და ეხა ვერ დაუჭი რა ეხა პედაგოგთან არ მინდა წასვლა მით უმეტეს მუსიკის ძალიან რთულია ნუ უნდა გადალახონ ეგ ეტაპი და მე არიან კიდევ ვინ იყო პედაგოგები შენი აი ხა ჩააბარე იჭერდა პირველად ვიყავი საცափ ხაკაძე იყო მე 2 წელიწადში გადავედი ლიანა ფირალიშვილი იყო მე იყო უკვე გოგია გიზის მეუღლე და მე უკვე კონსერვატორიაში გიზი მე ბოლოს იქ ბოსტონში იყო გაკვეთილებს მიტარებდა კურსანტია და всё და გიზის ესეთი უნიკალურობა, აი, რაღაცნაირი, აი, პედაგოგი ის მხრიდან. რაში ხა შეიძლება მე აი ხა მე ხშირად მიფიქრია მაგას და საერთოდ რაში მდგომარეობა. საერთოდ ვთვლი რომ აი აუხსნელია რა სიტყვებით. რა ხა სიტყვებით თუ ახსნის ვინმე გიზის, მაშინ გიზია რა თვითონაც მოიტაცოს და დასვას მას მოსწავლე და უთხრას იგივე. ამიტომ აი ყველა
ბავშვი ხარ, რამდენ გაკვეთილზე ვარ, მაგის ნამყოფი სხვა სროლა მეცადინებდა, მომსწრე. ხო. ყველა ბავშვთან იყო აბსოლუტურად ინდივიდუალური და რაღაც მუსიკას აკეთებდა რა. აი არც შენ თითს, არც შენ ხელისაც წაიღო, უბრალოდ მუსიკას ისე აკეთებდა, რომ შენი წელიც, იდაყვით, მაჯაც, ყველაფერი ამაში იყო ჩართული რა. გინდა თუ არა. ამიტომ მქონდა აი რაღაც ესთეტიური მიდგომა ქონა თავისებური. ვიღაცაც ისრუტავდა ამას, ვიღაცამ ნაკლებად შეისრუტა. ეხა ემჩნევა რა ადამიანს. აი ნოტსო, სხვადასხვა საუკუნეებში დაწერილი ნოტს. სხვადასხვა მოსწავლე, სხვადასხვანაირად აკრებიდებდა. და გზნობდი და ნათქვამი გაქვს შეედგა. მახსოვს რომ ამბობდა რომ ხა თუ ახალს ვერ ამბობო ერთი და იგივე შესრულება. თუ არის, ნუ არ დაუკრავო რა, არ დაუკრავო. არ უნდა დაუკრა თუ შენ ახალს რაღაცას არ იტყვი, თუნდაც იგივე პიესაში რაც 6 ჯერ გაგდაგო. ამიტომ აი ეგ ქონდა, აი ძალიან ხატავდა რა, გიხატავდა. საერთოდ არ იყო სიტყვა, მე მახსოვს რომ საერთოდ სიტყვასაც არ ამბობდა, ხან რაღაცას დაუსტვენ და აი ფლეიტა შემოვიდა. კაცრი იყო? არ იყო სხვათა შორის. კაცრი არ იყო, მაგრამ ზუსტად იცოდი რომ რაღაცა ისე არა და არაფერი არ გამოვა რა და ძალიან მაგარ ურთიერთობას კარგავდა. არ შემოვა ხო რა. აი ის ქონდა ძალიან რომ აი საერთოდ ჩახსნილი ქონდა ის რაც არ აინტერესებს. აი შემჩნეული ნუ ურთიერთობის გაფუჭების გეშინოდა რა. ეგ ერთი და მეორეც ერთი ვიცოდი რომ რასაც ითხოვს ის უნდა გაკეთდეს რა და გძნობდი გაკვეთილის მომენტში ხო გძნობდი რა გამოგდის თუ არა ეხლა თუ ნერვებიც მოშლია და მე ჩემნაირად დარწმუნებული ვარ არავისთან არ ქონა კონფლიქტი სუჩხუბობდით იმიტომ რომ მეუნებოდა შენ ისე არ აკეთებ რაც გითხარი ბოლოს გახვედი დარბაში და რაღაცების შეცვალე მე თქვი ბატონო გიზი რა ვქნა ემოცია თუ რაღაცა სულ მეჭყო ეგ მერე ეხა ჯერ პატარა ხარ ეგ მერე გააკეთე შენი რაღაც მე თქვი მერე როდის და სულ იყო მახსოვს აი არც ერთ მოსწავლესთან არ იყო ამდენი კონფლიქტი ნერვების მოშლა და განცდა ვალიდოლები და რაღაცა და სულ ამბობდა რომ აი არ ვიცი ეხა ეს ანერვიულებდი ესე იგი ესე გამოდის კი სულ სხვა ხო რა რაღაცა მეტი ინდივიდუალიზმს დებდი შეიძლება რაც იმ მომენტში არ იყო საჭირო არ ვიცი ეხა შენ რო ინდივიდუალო ქუთაისში ის მომიყევი ეხა არ შემიძლია ის არ მოგაყოლო ვიცი ის ამბავი და მაყურებელი ძალიან გაერთობა დარწმუნებული ვარ აი როგორ გარეცხეს როიალი მოყევი ქუთაისში ჩავედით გიზის კლასის კონცერტია და მანამდე გაგვიშვა დასაზვერვად რომ როგორი როიალია ნახეთო რა და მივედი და ხედავ რომ როიალიდან წვეთავს რა როიალიდან წვეთავს და მე ხო არ მეჩვენება მოდით ნახე და წვეთავს და ეს რა არის მეთქი ხალი გამოვიდა დამლაგებელი და ეს რა უქენით მეთქი ინსტრუმენტს და ესეთი სტუმრები ჩამოდიოდით და გავრეცხე რა გარეცხე მეუნე მართლა გარეცხე როიალი დიდი როიალი იყო და საკონცერტო ესტონია იყო მგონი აღარ ეს მიასხარა რა მოხდა უცბად რა დიდი ხანი რო არ გაეკეთები და მე თქვი რას მე მოვედი მე თქვი გაიწით ნოტები არ დაუკრავ შუა დაკვრაში არა ჩავატარო და რა ჩაატარო ყოველ წუთში ერთი ნოტი აკლდებოდა კონცერტის დროს. ой, დაბალი. ხო და მე რო უკრავდი მახსოვს შუაში ბოლოში ვამთავრებდი ესე ქრომატიულად პასაჟი იყო ქვევიდან ზევით ადიხარ რა. ხო. ეს ქვევი დავიწყე ჟღერ და აქეთ მე გავატარე არაფერი არ ისმოდა. ეს ხმები ისმოდა ეს ოგუდული კინოს ხალხი გაგიჟდა. და თან შედა შესპერები სერიოზულად რო უკრავ თან ეხა პიესას და რო არ არის რა. უნდა დაუკრა კლავიში. ხო და ეგეთი რაღაც დაგვემართა გათიშა რა დაალბო ეთყობა ჩაკუჩევი და აუ იმ დამლაგებს არავინ არაფერი არ ვიცი ხა არა ეგ ისტორია მგონი 10 წლის მერე თუ 15 წლის მერე მაგ პირველად მოყოლილი თორე შეიძლება დღემდე არ იცოდე ეგეთი დამლაგებელი რო ყავდა შეიძლება კიდე იყოს ის დამლაგებელი იქ რა არა ეხა ბოლოს რო დაუკარი ყველაფერი წესრიგში მადლობა ღვეს ამერიკა იყო როდის იყო ეგა? აუცილებლად გადამწყვეტი მაგ ჟანრის რატო როგორ გადაწყვეტი? რამდენად როგორ წახვედი? არაფერი განსაკუთრებული. კურსანტი არის პროფესორი ბოსტონში. ვიცი კაცო. ხო და რაღაცა გიზის მოსწავლე რაღაცა ისიც ეგეც დეიდას სამი. რამდენი წლის ახარ? რობიდი ხარ? ამერიკა არის 2006 წელს, სადღაც 18, 19. აჰა.
ბაკალავრი რო დავამთავრე მაშინ. ხო. ხო და წავედი აი ამერიკამ საერთოდ გადააბრუნა მართლა ჩემი ფსიქიკა რატო ეხ მუსიკალურად, იმიტომ რომ წავედი მე კლასიკური პიანისტი, უნდა დამეკრა საშკასთან გაკვეთილები, მე გამეგზელებინა ბოსტონის კონსერვატორიაში და უცბად პერიოდში ხვდები ბერკლისთან 200 მეტრში ხვდები და უცბად როგორი რაღაცა მესმის. იცი, აი დღეს არეტა ფრანკლინი იქნება ოთახში და ჩემთვის ეს ზუსტად ის ამომიტრიალდა რა, ის ცეცხლის და დაწვა პიანო. ვინ იქნება მეთქი მე ბოსტონის კონსერვატორიაში შემსვლელი არ ვარ. რა გაკვეთილი. ერთი სულ მე ვინ არეტა ფრანკლინი გაკვეთილები, მე ბილი ჯოელი, მე ჯორჯ ჯუკის რაღაცები და შენ რო აქ ზიხარ უყურებ რა რა შვებიან. რა ჩვენ მიდიბოდი. წარმოიდგინე ხა როგორ გადააბრუნა. აი ყველაფერი დააჩქარა რა ის რაც მინდოდა მე რო გამეკეთებინა. რაც იდო ამოატივტივა და აი მან ძალიან დიდი გადაუსვა რა, ანუ აკადემიურ კლასიკურ მუსიკას, მაგრამ აი ეს ვამბობ რომ იმდენი რამე მომცა, მე მარტო ხარ, შენი გასაკეთებელია ყველაფერი. ტიპაჟის ჩამოყალიბება, იქ ბინა, იქ ირავე, იქ წადი, იქ იმდენი რამე გააკეთე, რომ გაკვეთილზე მოხდე. რამდენ მასტერ კლასზე და გაკვეთილზე ვარ შესული, რომელიც მე არ მეკუთვნოდა, იმიტომ რომ არ ვიყავი მის სტუდენტი. 20 კაცი როა და 21-ე მე ვიყავი ყველგან. საიდან ვის ვეხვეწებოდი, ვიდექი, მაჯი მომაზე დამაკვრევინეთ მომა. ენა უკვე იცოდი როცა? არა, მაგდენი ვიცოდი, კი, რაღაც ტოიფელამდე მივედი კი. აჰა. მაგრამ აი ძალიან ბევრი რამე მოგცა ჟანრობრივად რა გახსნა რა. პრინციპში ხა რა მინდა ვთქვა რა ამერიკაში ხა კლასიკური მუსიკა არ არის იმ დონეზე რა. რაც არის მაგათი და რაც არის მაღალ დონეზე იქ წავედი. და ის იმათ დავესწარი ალბათ ერთი 60 კონცერტზე ვიყავი. სტივის 4 იგი ერსვინდე ფაიერ ბოლო კონცერტები აი სუ ბოლო რა ყველა რა არეტა ფრანკლინის კონცერტი რადიო სიტი ჰოლში ეგეთი ხარ კიდე ეს ვაითების სტუვანდერი ვიცი რომ გადაეყარე ბილი ჯოელი იყო არეტა ფრანკლინ ეს ამეთ მე უკვე მე ისე ის გაგიხსნა მადა რა ეხა სტივთან რო დაუკრავ იმღერებს გაკვეთილზე ალიშა კი მოდიოდა ბერკლიში ვიღაცა ვაღაც ეს სულ ვაფშე არც შევდიოდი ეს ერსვინდე ფაიეს სასწავლო ერსვინდე ფაი არა ვაითი არის ხო მაგის ო მორის ვაიტი კონცერტი იყო იმაში რადიო სიტი ჰოლში აგვისტოში არა ნუ იმდენი ისეთი რაღაცები შემომივიდა რომ აი რაღაცნაირად გადმოვიტანე მე რომ იმიტომ რომ კლასიკური მუსიკა მაინც სხვა ხაზია რა იქ რაღაც აი ნელა სხვა ხაზია რა იქ როგორ აიცი იქ ან უნდა ძალიან დიდ სიმაღლეზე ახვიდე და ძალიან ბევრი პატრონი გინდა და ბევრი კონკურსები და რაღაც აი ისეთი აი ყოველდღიური ძალიან დიდი საქმეა და მე ან სადღაც გახვალ ან არა და ეხა ეს უნარი რო გაქვს რო ხვდები რომ რაღაცას შეგილია რომ შენი ჩადო ამას ვერ დავკარგავდი რა და გამოვიყენე და გონი მე ეხა რასაც ფიქრობ არ იყო არასწორი არჩევანი რა ეს სტუმარებსაც გადაეყარე როგორც კი გადავე კონცერტის მერე იყო მიღება. აი ამის ისტორია მოვიდა. აი ეგ იყო 22 ივნისი. კონცერტის მერე იყო მიღება. მანდაც ესეთი ხვეწნით და იმით შემიშვეს როგორც ბერკლის რაღაცა აფრენს თქვენზე ფანია და შევედი და 15 კაცი იჯდა და კლავიში დავინახე ჯერ ხოვე ეცი გაგიჯდა ალბათ საწყალი გადავშევახტი ბავშვები რო შენ კოცნი აქვს შვილი ისინი ბექ ვოკალები გაგიჯდნენ გიჟია მოაცილეთ და ვეუნები მე არსად არ მივდივარ მეთქი სანამ არ დაგიკრავ თვალებში ხო ჩახედა ვიღაცა სანამ არ დაგიკრავ მეთქი ყურში ვეუნები ესე მიჭიდია აუ რა პლიზ რაღაც თან ბავშვი ხო ეს აი ბავშვია რა რაღაც ცარიელი გული ტიპი და მაგის სიმღერა დავიწყე და მიკროფონი ჩამირთე თუ ესე ხელი აწია ესე ანიშნა ჩაურთე აქ მოვიდა დავაი დაცხეო და 4 სიმღერა თავიდან ბოლომდე დაუკარი მე ვაკეთე ის უკრავ ხო და იქიდა რომ ეს ამას ხო ვერა იმ მომენტში რაც შოკი მქონდა ეხა ხო ეხა ჩემი კუმირი ვაფრენდი პოპ მუსიკაში და უცა ამღერებ და წარმოიდგინე მეორე დღე რო გათენდა და რო ფიქრობ რომ ეხლა ეს ვიდეო როგორ არის მაგ კაცო ვიდეო და მე გამახსენე იქ რომ შევედით მეილები დაგვაწერინეს რა სამერტური ქონა და მეილი უნდა ჩაგეწერა და ოფიციალურ ფოტოს გიგზავნიდნენ რა ის ვიდეო
ეგ ვიდეო რო იქონოესო, მე პროდიუსერმა ამიხსნა, რომ შეიძლება შენ რაღაც კარიერა გააკეთო სხვაგანს შენ ქალაქში. რომ იმასთან უკრავდი და ერთად ვართ და რაღაც პიარი ჩვეულებრივი და ეს აკრძალული. და არ გაქვს ვიდეო, არა. 4 სიმღერა აქვს. რომელი წელია? მაშინ იყო ეს ვიდეო? 2000. როგორ არის? ტელეფონებიდან არა, iPhone-ები არ მქონდა. iPhone-ებიდან. რაც ქონა ზუსტად მახსოვს Sony-ს მაგარი ფოტოაპარატი, რომელიც იღებდა ძალიან მაგარ ვიდეოს. მე კი უთხარი ჩემთან ერთად ვინც იყო, მაგრამ ჩამოვართვის რა, ჩაადებინეს მახსოვს. ხო და აი ეგეთი არქივი იქნებოდა საოცარი. როდის დაიწყე საავტორო მუსიკის წერა, ჩემო კარგი? საავტორო დაახლოებით როდის მივხვდი რომ გამოდის ეს? 2010-დან. ჰა? 2010-დან რაღაც იქ ამერიკიდან ჩამოდიხარ? ხო. უკვე ჩამოსული 2010-ში ჩამოსული. 2009-ში ჩამოვედი, ვიზა უნდა გამეგზელებინა და არ მომცეს რა და მომიწია აქ ჩარჩენა რა, იმიტომ რომ სამჯერ არ მომცეს. არ ვიცი, აი ეგ მართლა ისეთი თქოს აღარ უნდა წასულიყავი რა რაღაც. ხო, ამერიკაში. საოცრები ხო და მერე დავიწყე აი კინომუსიკის და თანამედროვე კლასიკური პიესების წერა რა, აი ვერსიები და სხვათა შორის მაგრა შემითრია რა და მაგან მერე აი მაგან წამიღო რა. განსხვავებული ჟანრია ეხლა. სხვა არის რა. ეხლა ეგ სხვათა შორის ჩემ ერთ-ერთი უნიკალური პიანისტი ჯარეტის დაწყებული თემაა რა დაახლოებით ეხლა. მაგან დაიწყო ეხლა. თლად ჯაზს რო არ უკრავდა, რაღაც სოლო კონცერტი როა და თან ჯაზი რო არა და თან შენი რო აი რაღაც ნაზავი რა, ეს ტოკიო და პარიზი და რაღაც კონცერტები მაგან გააკეთა, აი ძალიან იმოქმედა რა, რაღაც სხვა სამყაროა რა. თან რაღაცნაირად თავისუფლად ხარ სცენაზე, თან რაღაც ჩარჩოც გაქვს, თან რაღაცა და აი არ არის მარტივი, მაგრამ ჩემი გახდა და ძალიან შევედი და მე უკვე ეს ყველაფერი გადავაქართულე. ის კი არა, ესე იგი როგორ გევასებოდა ვანდერი რომ მაგის ფსევდონიმითაც უკრავდა. რა, მაშინ აბა მაშინ ის რომ მე რო შევხვდი მაგას, არანორმალურად შეპყრობილი ვიყავი მაგ ტიპის მუსიკით. ვამბობ რა, ერთი 10 დღე არ მეძინა მაგ შეხვედრის მერე. ხო და აი გიგი ვანდერიდან ეხა მაგარი პიანომენი როგორ გახდი? როგორ გადახვედი ამას? პიანომენი ხო, არა, მე ეხად უკვე რო ცოტა ასაკი მოგემატა. ხო. ეგ რო მოხდა სადღაც უკვე 10 წელია რა. მე უკვე ეხა ცოტა არასერიოზულად მივიღე ხა ვანდერი, ანუ ვიცით, ერთი ვანდერი საგვარისიებს. ხო. არა საჭირო და მე რაღაც თან ფსევდონიმი რაღაცა იქნებ დავტოვოთ და არაფერი ეს პიანომენი დარჩა პიანისტი. შვენიერი მე რო გითხო რა, ძალიან კარგი. ხო. ძალიან. ხა ზოგ შეიძლება ხა ეს ეზედმეტება. მაგრამ გადასარევი. ისეთია არავის მეორე ხო არ არის და არავის გვარი არ გაქვს სიტყვაზე და ფსევდონიმი და ყველა პიანისტი იყოს რა უკვე. პიანომენი ნიშნავს ძალიან პიანომენი. პიანო კაცი რა, პიანინო. ხო და ნუ შეერჩა ესე და რა ვიცი, ბოლო. აი რომელი იყო პირველი კომპოზიტორი, რომელიც გააკეთე შედებულად რა, აი პირველი. ქართული? ხო, ქართული. ქართული პირველად გავაკეთე დავით თორაძის ქარი კლავ არხევს. ქარი კლავ არხევს, კი ბატონო, მიწერია. ქარი კლავ არხევს იყო, კი არ გავაკეთე, უბრალოდ დაუკარე რა დი. აი აი პანდემიამდე იყო ეს რაღაც ერთი კვირით ადრე. პანდემიამდე ერთი კვირით უცე დაუკარი მე ვთქვი ხა მე რას მივხვდი იცი რომ სადაც გიწევს ცხოვრება და სადაც ვართ იქაური ნოტები უნდა აიღო რა კი შეგიძლია შენ შეახმარო ჯაზი რაღაცები შემოიტანო მაგრამ რა გარემოც არის და ჩვენი ხალხი რაზეც არის გაზრდილი და ჩვენი სისხლი და ხორცი რაც არის ის უნდა დაიკრას უბრალოდ თუ ამას გემოვნებიანად და უხარისხოთ არ გააკეთებ ჩავთვალე რომ მიღებული იქნებოდა და ჩათვალე რომ მიღებული. ასე ხო. და კარგად იცი შენ ეს გამბავი კაცო. ყველა ვიცით რომ მიღებულია რა. აი ხა რა მაინტერესებს კიდევ საერთოდ რაღაც ამ ყველაფერ ახალს. აი ეხლა ჩვენ ხო ამის ისა ვართ რა ქვია ჩასაფრებულები ხარ რა. ხოდა ამე ამასთან დაკავშირებით აი არ ყოფილა აი მაგა ეხა ამბავი ამწყდარი აგერ მეფის ხაოსაზე რომ გააკეთე. არ ვიცი აი ეს რა არ მოხდარ არ დაგიწყეს აქ არ გამოჩნდნენ აქ ჩასაფრებული. ხო და აი მაგი იყო სხვათა შორის დღემდე აი ხარ აი 5 წელი გავიდა თუ მე 6.
დღემდე აი მართლა ერთი ადამიანის კომენტარი ჩევა არ მახსოვს რომ აი ეს რა გააკეთე რა. არა ხო? არა და ეს იმდენად შეიყვარეს და მეც მე იმხელა იმას მაძლევს რომ ეხა წარმოედგინე ეხა ერთი ამბავია. ყოველი აი რაზე ვამჩნევ იცი ყოველი ახალი სოლო კონცერტის წინ ისეთ აქტიურობას გზნობ და ეს წინ და წინ მიდის აი 10 მაისის კონცერტი მაგალითად ხო ერთ დღეში გაყიდა დიდარბაზში ერთ დღეში იყიდეს მთელი დარბაზი რა ხო და ეს იმდენად დიდი რაღაცაა როცა ვიცი რომ აკადემიური მუსიკა თითქმის კლასიკური მუსიკა კონსერვატორიის დიდარბაზი ეს რა არის რომ ბილეთები იყიდება რა სირთულესთანაა და აი ეს დადებისთანავე რომ შენ გიჩდება ის რომ აი ახალი კი არა ნუ ეს არის ის გზა რომელიც შენ ხალხს უყვარს რა ძალიან კარგი ძალიან და ცუდი და კარგი რა თქმა უნდა შენ პირველ რიგში შენ უნდა იცოდე ცუდი და კარგი რა არის და უნდა ეცადო რომ არ აცდე თორე არა მგონია რომ რაღაცა ისე აკეთო და არ გამოჩნდეს ვინმე რომ თქვას ეს რაღაცა ისე არ არის ამიტომ პირველ რიგში შენ უნდა გაატარო რაღაც იმაში ჯერ სანამ რაღაცას აჩვენებ ვინმეს და დარწმუნდე რომ ორგანულია და მთელი სული და გული ამას ჩადებული და არაფერი არა გამოგონილი აი მთავარი ეგ არის რომ იყოს სიმართლე რასაც უკრავ ეხლა ერთ ვიდეო ჩავთავ აი ძალიან მაგარ ვიდეოს აი ნახე ერთ ვიდეოს აგი აი და ეს იყო მართლა რო ამღერდა ხარ არანორმალური შეგრძნება რა ზიხარ დარბაზში და უცბად მთელი დარბაზი რომ ღერის სასაური აბაშ გაბაჟრიალა კონსერვატორი დიდ ეს გაბაჟრიალა ცები მომადა და მაგარი ძალიან კარგი ცრემლი მომადა არა მე არ იცი რა დამემართა ისე იმოქმედა რომ ვაფშე არ მახსოვდა რა უნდა დამეკრავო ვადებდი ისე თითე აურიე 1-3 აკორდი ედაცვალე იჭერი კაცი ხარ ნო აი პირველი კონცერტი თუ გახსოვს აი რომ და როგორი გამოხმაურება მოყვა აი მაინტერესებს აი პირველი კონცერტი ხო აი უკვე ისეთი 2015 წელს იყო პირველი როცა ჩემი ნაწარმოებები გავიტანე და სხვათა ძალიან საპასუხისგებლო იყო საერთოდ უცხო და პირველად ეხა ვიღაც ტიპი გამოდის იმ კლასიკური კონცერტების მერე რაც ახსოვდა ეხა იმ პუბლიკას კონსერვატორიის ბავშვობის მერე და სხვათა შორის ისე იყო რა ანუ მაინც როგორ აიცი როცა მთელი ცხოვრება რაღაცაში ხარ რაღაცნაირად გძნობ აი მე გმაქვს რომ იმაზე მეც არ ვიზავ რაც ზედმეტია რა აი ის იყო ახალიც იყო თან რაღაც მოუხდა და ეხანდელ კონცერტებშიც ვთილობ რომ ჩემიც უკრემ აი ამ კონცერტშიც იყო 2 პიესა და ეხა ყოველ კონცერტზე ვთილობ რომ ნენელად ჩემი უფრო მეტად შემოვიყვანო რომ აი როგორც ავტორი საკუთარი პიესების აი მაგის მოსმენაც რო დაიწყონ უფრო სერიოზულად ეხა ვერ მოვთხოვ რომ ეხა რეზო ლაღიძესავით შეგიყვარონ შენი მუსიკა მაგრამ აი მაინც შენ რო უკრავ მომავლის განვითარებისთვის და შენი გზისთვის გჭირდება რომ ახალი ჩადო რა ხო არ გადავაკეთებ ხა რეზოს და გოგიცაბაძეს ახალს ხო არ მოვიგონებ კი ბატონო ვერ შევცვლი ამიტომ ჯობია რომ შენიც იმ დოზაში აიყვანო რომ ხალხმა ისმინოს და მოეწონოთ პირველ რიგში და თუ არსებობს ქართველი კომპოზიტორები ისეთები რომლებსაც აი რაღაცნაირად ვერ ეხები არის ეგეთები არა სხვათა შორის რეზო ლაღიძის შემოქმედება იყო უბრალოდ ვერ ვეხები არა ვცდილობ რომ აი ერთი ზედმეტი ნოტი არა ვიღო რა და მე მგონია რომ რაღაც ხშირ შემთხვევაში გამართლებს იმ ხალხის მოლოდინს ვისაც უყვარს ესეთი აკადემიური მუსიკაა მაინც ეგ იმიტომ რომ კი შემილია მე ხა ისეთი ვერსია შევთავაზო საერთოდ ამოვატრიალო და მაგრამ ის აღარ არის უკვე ის სული აღარ არის ისეთი ნაწარმოებები ქართული რომ აი რაც არ დამიკრა ამიტომ ჩემს ზად არა ვარ აი ამისთვის ან რაღაც ნუ ეხლა რა არის
სოლო ფორტეპიანოსთვის ცოტა ძნელია რა რეპერტუარი რო შეავსო, იმიტომ რომ არ გაძლევს, ზოგი უფრო სასიმღეროთაა დაწერილი, ზოგი თქვა კამე ორკესტრისთვისაა დაწერილი. აი ფორტეპიანო, ახლა ეხა ეს ეგეთ პიესას ვერ ვიხსენებს. მართალი გითხრა, მაგრამ რაღაცეები მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ ხო, რაღაცები არის სარისკო. იცი როგორი სარისკო რას გულისხმობ? შეიძლება გაიტანო და ძალიან მოეწონოთ, მაგრამ შენ დაკვრის მომენტში რაღაცა გაკლია რა. აი სახში რო უკრავ, თვლი რომ ეს დიდი დარბაზისთვის არ არის, მაგრამ ამ დროს შეიძლება სრულიად პირიქით იყოს და იმდენად ისე შევიდნენ და ისე მოისმინონ. ანუ და აი ეგ არის სირთულე რა, როცა სულ იმის ხიდზე ხარ, ბეწვის ხიდზე ხარ რა, რა უნდა გააკეთო, იმიტომ შენი გადმოსახედიდან რაც არის ოქროს შუალედი. ხო, კარგი, შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ცუდი და ამ დროს რაზეც აგივლია გვერდი და არ გამოგიყენებია, შეიძლება ის ისე მოეწონოთ. და ამიტომ აი სულ ეგ არის პრობლემა, რომ აი რა ავიღო, რა ნოტი ავიღო და საით წავიდე, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს რა. იგი ვის აი ეგეთი კომპოზიტორი, აი ვისთან ვის მოსმენებდი შენს ინტერპრეტაციას, აი ათ გარდაცვლილები, აი თქვა. ჩვენებს? ხო, აი ჩვენებს, აი ვისთან ინატრებდი შეხვედრას. ნუ ხარ პირველ რიგში არის ლაღიძე, რომელსაც აუცილებლად დაუკრავდი თავის სიმღერების შემოვერსიას და რავი, არა ბევრია კაც. გია ყანჩელი ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მაგის მუსიკა ისეა დაწერილი, რომ არ არსებობს ეგ რო ძალიან ნაფიქრი და ისეთი ადამიანი ის ნოტები აქვს ჩაწერილი, რომ ეს ზუსტად იცოდა რას მოიტანდა. ამიტომაც არის რომ ესე დრო გადის და მაგის მუსიკა არის თანამედროვე და შეიძლება რეზოსი და სხვა კომპოზიტორების იყოს დროის, აი რაღაც დროს გახსენებდეს და ყანჩელს აქვს ისე გაკეთებული ეს ყველაფერი, რომ სულ მომავლის არის. აი რო გავიდა ლაღიძეც, უკვე ის. ხო და იმიტომ თან ლაღიძის რა არის, თან ლაღიძის უბრუნდებიან და უბრუნდებიან. რაც უფრო მეც მღერიან, სიმღერას როცა მღერი ხარ, ის რაღაც დროის ანარეკლია და იქ ჩება და მარტო მუსიკა როა, ის ყველა დროს ერგება და ამი ყანჩელს ეკონა გათვლი, აი რომ დაუკვირდე რა ნაკლებად სიმღერები აქვს დაწერილი, სადაც ვოკალია, უფრო არის მუსიკა. აი მაგან გაუძლო დროს რა და ყოველთვის არის თანამედროვე. როგორც არ უნდა დაუკრა. თავის სიჩუმეებით, პაუზებით და რაც აქვს ჩანაფიქრი. რაღაც არის ახალი. პაუზას მუსიკა. ხო, ეგ ქონა რა ჩადებული და აი მაგიტო აი აუცილებლად მოასმენინებდი მაგ ხალხს. უახლოესი გეგმები მითხარი, ჩემო კარგო. გეგმები არის სხვა ძალიან კაი. ნუ ეხა ანდელი 10 მაისი სოლო კონცერტი იქნება კონსერვატორიის დიდარბაზში. აჰა. მერე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კვირეული გვაქვს ეს გასვლითი ევროპაში და პირველი საღამო იქნება საბერძნეთში, მერე ხორვატია და ესტონეთი. და სლოვენია. და აი მაგის ის მაგ ეხა რომ აი რაღაცნაირად ვაჩვენო ამ ჩვენ უცხოურ დიპლომატებს ჩვენ ნოტებით საიდან რო ვართ და აჰა რა კარგები ვართ უნდა იცოდეთ. ეს როდის არის? ეხა მაისის ბოლოს იქნება 3-4 ივნისის დასაწყისში. გასაგებია, ჩემო კარგო. წარმატებები უნდა გისურვო, შემოგეუბნო ჩემი თავი გიგი. მაგრამ ესე არა, მე მინდა რომ აი ახალგაზრდა პიანისტებს რას ეთქვი, ჩემო კარგო. აი, რასაც ვიმეორებ რა, აი ყველას დროს დგება, აი გამონაკლისები არის, რომელიც აი რაღაცაით აწყობილათაა ყველაფერი. ვიღაცა ჩდება მაგ ვარსკვლავზე, რომ რაღაცნაირად მეორე დღე დალაგებული აქვს. ვიღაცა ულაგებს, ჩართო და ვიღაცა საერთოდ თავის საქმე აქვს თვითონ გასაკეთებელი ყოველ დღე. ამიტომ ეს სიზარმაცე იქნება, დაძალება იქნება თუ 10 საათი დაკვრა, თუ უყვარს და თუ ერთი წუთითაც მაინც, აი სცენაზე ტაშის მერე ხო ის განცდა აქვს ადრენალინი და აი ვა ეს რა მაგარ რაღაცაზე ყოფილ ვარ. აი ეს განცდა თუ ერთხელ უგძნია და უნდა ეს რომ ხშირად განიცადოს, ყველაფერი ცადოს და არ დაელოდოს არავის პატრონობას რა თავის შენ თუ არ მიხედე პირველ რიგში საათებით, მუშაობით და თავის და თითების განვითარებით და მე ნენელა შენ თუ ამას მიაღწევ, აუცილებლად ან ხალხი დაგიდგება გვერდში, ან სპონსორი, ან ვიღაცა. იგი უღრმესი მადლობა გინდა მოგახსენო ჩემო კარგო შენ მობრძანებისთვის შემოგეუბნე ჩემი თავი მადლობა რომ გვისმენდით ეს იყო 98 და 5
რადიო სივცე ბატონებო და ქალბატონებო გაზაფხულის ქუჩიდან ვიყავით თქვენთან და მომავალ ქუჩამაც ისევ გაზაფხულის ქუჩიდან შემოგიერთებით გაზაფხულებია და ხარობს გულებია ია ენძელა და შროშანი მომავალ შეხვედრამდე ბატონებო და ქალბატონებო უღრმესი მადლობა გიგი შემოგიერთებით დიდი მადლობა